აღცხო ეხლა მას. რა თქვა ეხლა მან? რაო? ძალიან მომეწონა აკაურობაო. არუჟა გაშხო, ჩეხური. არუჟა გაშხო. არუჟა არის მომეწონა გაშხო აკაურობა. პეხნიჩეკ. გაშხო პეხნიჩეკ. ოკი. მოიწონებოდა აბარა რას ლაპარაკობ, ნახე რა ბუნება. ვაიმე რამდენი წელი აქ არ ყოფილვარ, ბოლოს ვიყავი ბავშვობაში. ხო მე და ქეთევანი მამამ და იუზებიძიამ წამოგვიყვანა, ხო აი აქ ვისვენებდი და მაშინაც იმდენი ტურისტი იყო ჩამოსული. პეხნიჩეკ. და ესე ყინულზე დავდექით პირველად. მე ეგრევე ავითვისე ირაკლი და ქეთევანი სულ ყინულზე იყო გაშხლართული. ირა რაკენი დისრიალეთ? ხო, ვისრიალეთ. მე კარგად ვისრიალის, ვათაშვილის რაღაცა. კი, დავხვეწე. აი ანტონმა პეხნიჩეკ ხო, ანტონ პეხნიჩეკმა ვერაუღო. ეს უფრო სნოუბორდი რა. სნოუ. პეხნ. სხვათა შორის ირაკლი მეც თხილამურები მირჩევნია რა. კი, მაგრა ვისრიალე. გაჩერდი რა, აიტე ხა გინდა თუ არა უნდა ვისრიალო. თავიდან დაეშვა კარგად, წყნარად მოდიოდა. მე გინდა თუ არა ხა ჰაერში ილეთები უნდა ვაკეთო და გაწავიდა სადღაც ტყეში ღრეში. ძლივს ამოვიყვანეთ მე და იმ მარხილის პატრონმა. გადაცდა, ანტონ, დობჟე. პეხნიჩეკ. ჩეკ. ხო. ესე, მაინც ახლა აი თამარმა რას თქვა იმ ამბავს ლაშასთან უმოყოთ. არა, რასის სულელი. არა მომიყოლი, არ ხვენია. როგორ გეკადრება? ირაკლი, ეჩქარებოდა ანტონს და მოდი გავუშვი. პეხნიჩეკ, მართლა, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. კი, ანტონ, დომოი. იდი, დომოი. ანტონ, პეხნიჩეკ. დომოი. დაფინა საყვარელი სურათი გადავუღე გიორგის. ой, ცუდროს მოვედი. ეს ოლია ხო? პეხნიჩეკი ხო? გადაიძრე. დოლჟე პეხნიჩეკ. ბოთე ხო? ბოთე. ირაკლი, წავიდეთ ხო? Пусти. Домой, Женька, моя Женька. Домой.